მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. როდის მოყვება კონკრეტული შედეგები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას. ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით საკოორდინაციო კომისია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გუშინ საცალო ვაჭრობაში ჩართულ პირებსა და მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ითქვა, რომ ფასების განსაზღვრაზე გავლენას არაერთი კომპონენტი ახდენს, რომლის შესწავლასაც ხანგრძლივი დრო სჭირდება. აქვე ხაზი გაესვა ბიზნესის მთავრობასთან კოორდინაციისთვის მზადყოფნას. სურსათის გარდა იგეგმება მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლა. ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობისთვის მზადაა გახარიას გუნდი. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც თავარია შეხვედრები მიმდინარეობს უშუალოდ ბიზნეს იმ სუბიექტებთან, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ამ საკითხთან. როგორც ვიცით, ჩვენ დედლაინიც არის გარკვეულწილად უკვე დასახველი აპრილის ბოლოსათვის, უნდა საბოლოო, ასე ვთქვათ, რეცეპტი იყოს გამოწერილი, თუმცა როგორც არის ასე ვთქვათ გარკვეული იმედები, თვითონ პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში უკვე იქნება გარკვეული ასე ვთქვათ ოპტიმიზაცია ფასებთან დაკავშირებით. ფასები პროდუქტებზე, სერვისებზე და არა მარტო ზოგად სერვისებზე, არამედ ჯანდაცვის სერვისებზე, მედიკამენტებზე, ბენზინზე და ასე შემდეგ, ანუ კონკრეტულად ტარიფები არის ძალიან მაღალი და მოსახლეობა ითხოვს შველას. შესაბამისად, საპარლამენტო ფორმატში თუ იქნება ამაზე მსჯელობა და მუშაობა, ჩვენ რა თქმა უნდა ჩავერთვებით, ნებისმიერ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის შევცვალოთ ეს ვითარება. თავარი არის ორივე კომისიის მუშაობის, რომ შემოღებული იქნას სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავე დროს იქნება გათვალისწინებული სოციალური ინტერესები ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც არის პრიორიტეტული. ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს საქართველოსთვის რეკორდული აღმოჩნდა. მიღებულმა თანხამ 4 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია. 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის საუკეთესო მაჩვენებელი იყო ტურისტების რაოდენობის მხრივაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელს სამონაცემების კიდევ უფრო გაზრდას ელის. 2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4.7 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ 4 კვარტლის განმავლობაში ყოველი კვარტალი იყო მზარდი, დინამიკას სწორედ ისე მიდიოდა, როგორც ჩვენი საპროგნოზო მონაცემები იყო და ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ როგორც შემოსავლებში, ისე საერთაშორისო მოგზაურებიდან პროგნოზი სრულად გამართა და მიაღწია წელს რეკორდულ მაჩვენებელს. შემოსავლებიდან ლიდერობს ჩვენი სტრატეგიული ბაზრები, ეს არის ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან. ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. კიდევ ერთხელ მოხდა ვიდეო მტკიცებულებების გადახედვა. საბოლოოდ მოსამართლემ ადვოკატების შეთავაზებაზე გირაოს გამოყენების შესახებ უარი თქვა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობასა და ასევე ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში ედებათ ბრალი. პროკურატურას წარმოადგენელი ჰქონდა ერთადერთი მოთხოვნა, რომ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობაში დატოვების ეს იყო, რომ მათ შეიძლება გააგრძელონ ხელახლა დანაშაულებრივი საქმიანობა და ადამიანი, რომელიც 4 ოქტომბრის აქცია არის დაკავებული და 15-ში აკავებენ, 15-მდე მას არაფერი არ ჩაუდენია, ეჭვი არ არსებობს, რომ მან ხელახლა ჩაიგდნოს რაღაც ახალი დანაშაული. შემთთვის გადმოცემული სისხლისმღერლის მასალების მიხედვით, თვითონ ავთანდილ თოფშიშვილის დანაშაულში მონაწილეობა კი საერთოდ მისი იქ არსებობას დადასტურებული არ არის. ჩატარა კიდევ ერთი არსებითი სხდომა ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული პრობლემების, სადაც ნახეთ საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანდა ორგანიზატორების მხრიდან მოწოდება ძალადობის განხორციელების თაობაზე, ასევე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების თაობაზე, ასევე ჩანდა გარკვეული მოქმედებები, თუ როგორ შედიოდნენ ამოჭრილი პირები და ცდილობდნენ შეჭრას პრეზიდენტის სასახლეში, როგორც ცდილობდნენ იქ არსებული ნივთების დაზიანებას, ასევე ჩანდა თუ როგორ დაზიანდა იმავე ქუჩაზე არსებული სხვა ნივთები, მათ შორის სახელმწიფოს კერძო პირების ქონება და როგორ დაიწყო აღნიშნული ქონება. ბრალდების ხარჯზე წარმოადგენდა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც ახლა მივიღეთ, ეს არის დაზიანებული პოლიციელების სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ასევე გადაიგზავნება ექსპერტიზაზე და უკვე ექსპერტიზა ჩატარდება აღნიშნულ დოკუმენტაციაზე. ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ 2 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ. გოჩა ჯინჭარაძე და მანუჩარ შავიშვილი სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე აიყვანეს.
დაკავებულებს სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით თანხის დამალვაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, სხვადასხვა პროდუქციის დეკლარირებისას მათ 9 მილიონის ნაცვლად 10-ჯერ ნაკლები თანხა მიუთითეს. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ, რის გამოც ძიება გრძელდება. უკვე დაკავებულებს კი 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ელით. გვიან ღამემდე მიმდინარეობდა თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში. ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა მოწესრიგებულია. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, პროცესი დღესაც გაგრძელდება. სამუშაოებში ჩართული აჭარის ავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების მერის შესაბამისი სპეცტექნიკა. მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაბამისი ზამთრის საბურავებით. მუნიციპალიტეტში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისათვის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზა გაწმენდილია. დილიდან განახლდება შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაც შეეხება ელექტროენერგიას. ამ დროისათვის ყველა აბონენტს მიეწოდება. უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ამერიკის შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება. ამერიკის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას დავოში დღეს უნდა შეხვდეს. პარალელურად ამერიკულ მომლაპარაკებელ დელეგაციასთან შეხვედრაა დაგეგმილი კრემლში. პუტინთან აუდიენციას ვიტკოფი და კუშნერი ელიან. მოსკოვში გამგზავრებამდე ამერიკელი მომლაპარაკებლები დავოში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს შეხვდნენ. რუსტემ უმეროვის ინფორმაციით საუბარი უკრაინის ეკონომიკურ განვითარებაზე, ომის შემდგომი რეკონსტრუქციასა და უსაფრთხოების გარანტიებზე იყო. ტრამპი ამტკიცებს, რომ პუტინი მის მიერ ინიცირებულ მშვიდობის საბჭოში გაწევრიანებას დათანხმდა. თუმცა თავად რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით გაწევრიანების მოწვევაზე პასუხს მხოლოდ მას შემდეგ გასცემს, რაც შესაბამის კონსულტაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან გაივლის. აქვე პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია შეერთებულ შტატებში გაყინული რუსული აქტივებიდან მშვიდობის საბჭოს $1 მილიარდი გადასცეს. დასრულდა თუ არა გრენლანდიის საკითხზე ევროპასა და ამერიკას შორის ესკალაცია. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ შეთანხმება მიღწეულია და ნატოელი მოკავშირეების წინააღმდეგ ეკონომიკური ტარიფები აღარ ამოქმედდება. ამერიკის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კუნძულთან დაკავშირებულ მომავალ გარიგებას საფუძვლად ჩარჩო შეთანხმება დაედება. კომპრომისის გამონახვა კი ნატოს გენერალურ მდივანთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ტრამპი აღნიშნავს, რომ გარიგება სამუდამოა. მისივე თქმით, ნატოელ მოკავშირეებთან ამჟამად მიმდინარეობს განხილვები საჰაერო თავდაცვის სისტემა ოქროს გუმბათთან დაკავშირებით, რომლის განთავსებასაც შეერთებული შტატები გრენლანდიის ტერიტორიაზე გეგმავს. ტრამპთან შეხვედრაზე ნატოს გემდივანი კი აცხადებს, რომ გრენლანდიის დანიასთან დარჩენის საკითხი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების დროს არ განუხილავთ. ტრამპი ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი აღნიშნული უზარმაზარი არქტიკული რეგიონის დაცვა, სადაც ამჟამად ცვლილებები ხდება და სადაც ჩინელები და რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურები არიან. ტრამპის განცხადებას, რომ სამხედრო გზით გრენლანდიას არ მიიერთებს, დადებითად აფასებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა ლარს ლოკე რასმუსენის თქმით, კუნძულთან მიმართებით ვაშინგტონის ამბიციები უცვლელი რჩება. ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დავოში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ევროპამ უნდა დააღწიოს თავი იმ კულტურას, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნა. საშინელებაა, როდესაც ისინი საკუთარ თავს უკეთებენ, რასაც ისინი საკუთარ თავს ანადგურებენ, განაცხადა შტატების პრეზიდენტმა. დავოსის ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნების ლიდერების კრიტიკისთვის გამოიყენა და დარბაზში შეკრებილებს პირდაპირ უთხრა, რომ მათმა საემიგრაციო და ეკონომიკურმა პოლიტიკამ კონტინენტი კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა. მალთაშუა ზღვის ქვეყნები სტიქიის სამიზნე გახდნენ. მალტასა და იტალიის სამხრეთ ციკლონმა ჰარიმ გადაუღარა. ძლიერმა ქარმა ჯუჯა სახელმწიფოში ამოძირკვა ხეები, ნაპირზე გამორიყა იახტები, სათევზაო გემები, სერიოზული ზიანი მიადგა ზღვისპირა რესტორნებს. შეფერხდა გადაადგილება. ამავე დროს უამინდობის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადა სიცილიის გარკვეულ ნაწილში. პალერმოში საჭირო გახდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. იტალიის 150-მდე მუნიციპალიტეტში დაიხურა სკოლები, შეფერხებულია მოძრაობა. წყალდიდობა 2 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა საბერძნეთში. გადაუღებელი წვიმების შედეგად ათენსა და ქვეყნის რეგიონებში დაიტბორა ქუჩები, სახლები, წყალმა დააზიანა ავტომანქანები. მაშველები საბერძნეთის დედაქალაქში ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მესამე დათმობილი შეხვედრა შვედეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებთან შეხვედრა 31-26 დაასრულეს. მატჩი საქართველოს სპორტის მინისტრი ელჩთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო. ეროვნულმა ნაკრებმა ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ უკვე მეორე დიასპარაზე. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დასრულდა. მე მინდა თითოეულ მოთამაშეს მადლობა გადაუხადო ასეთი თავდადებული და ლამაზი თამაშისთვის. მე მჯერა ჩვენი გუნდის თითოეული მოთამაშის ჩვენ წელს გვაქვს სოფლიო შესარჩევითი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდით საქართველოს ისტორიაში ხელბურთელთა ნაკრები სოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. პირველ ევროპასთან შედარებით ამ ბიჭებს ძალიან დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული და ფაქტი ის არის, რომ ჩვენ უფრო მეტი დრო გვჭირდება ერთად, უფრო მეტი ძლიერ მეტოქესთან თამაში და ფიზიკაზე აუცილებლად გვექნება სამუშაო. მადლობა მინდა გადაუხადო ბიჭებს მოედანზე ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. ურთულეს ჯგუფში ვიყავით, რა თქმა უნდა, ვიცოდით ყველამ, მაგრამ უკეთესი თამაში ვაჩვენეს ბიჭებმა წინა ჩემპიონთან შედარებით. წარმატებით ჩაატარეს ბოლო შეხვედრა ბელგრადში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე. ქართველმა სპორტსმენებმა თურქეთის ნაკრებთან მატჩი ჩვენი ბიჭების სასარგებლოდ 14-11 დასრულდა. ასპარეზობა საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ქვეყნის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო. თავიდან თამაში რთულად დაიწყო. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა, ესე ვთქვათ, იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ რაც თავარია გუნდმა გამოაჩინა ხასიათი, მწარე მარცხის შემდეგ დაუბრუნდით მაინც თამაში და მოვიპოვეთ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა. ტურნირის პოზიტიურად დასამთავრებლად, ესე ვთქვათ, ბედნიერი ვარ გუნდით. ძიმედ დაიწყო ოდნავ თამაშიაც მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ თურქეთი ნამდვილად ანგარიში გასაწევი გუნდი არის. თუმცა მოახერხეთ მეოთხე პერიოდში გადატეხვა თამაშის და ჩვენთვის სასურველი შედეგი შედგა. დავამარცხეთ თურქეთის ეროვნული ნაკრები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად სამივე პერიოდი მიდიოდა თანაბრად და მეოთხე პერიოდში უკვე ჩვენმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და საკმაოდ დიდი უპირატესობით ვაჯობეთ თურქეთის ნაკრებს. ჩვენ მომდევნო მატჩში შევხვდებით საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს და ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ნაკრები აქაც დამაჯერებლად იასპარებს და ღირსეულად დაამთავრებს ევროპის ჩემპიონატს. რუსთავის მერია ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციას აგრძელებს, იწყება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპი. პროექტი კიდევ 4 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებას, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარფანჯრების მოწყობასა და ისტორიული ქუჩის ავთენტურობის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს. სატენდერო პროცედურების დაწყებამდე ნინო ლაცაბიძემ პროექტი მოსახლეობას გააცნო. სამუშაოებისთვის საჭირო თანხას 3 მილიონზე მეტს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. რუსთაველის ქუჩაზე შევხვდით მოსახლეობას და მასთან ერთად ვიმსჯელეთ იმ პროექტზე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი კორპუსების რეაბილიტაციის სახით. ყველაზე მთავარი არის კორპუსების გამაგრება, უსაფრთხო გარემოს შექმნა მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა ძველი რუსთავისთვის ისტორიული ავთენტური სახის შენარჩუნება. მოხდება აღნიშნული კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია, საძირკვლის გამაგრება, გადახურვა და ეს არის ერთ-ერთი ეტაპი რუსთაველის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრების, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც და პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი კორპუსების საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები. სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია აღონიზება თბილისის საკრებულოსა და ქართულ სომეხთა კავშირის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. აღნიშნული კონკურსი 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი თბილისის მრავალფეროვნების წარმოჩენა და ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლება. სერგო ფარაჯანოვთან დაკავშირებით მის შემოქმედებას და მის სახელის უკდავყოფას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც თბილისელებისთვის, ასევე მულტიკულტურული მიმართულების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მისი ასევე ქართულ სომხურ ურთიერთობაში ამ პროცესში არიან ჩართულები ასევე ახალგაზრდები და სწორედ 2015 წლიდან დაარსდა ეს კონკურსი. ყოველწლიურად ვაკეთებთ ამ ულამაზეს კონკურსს, რაც ქვია ფარაჯანოვის კონკურსი. აქ ჩვენ ვხედავთ უამრავ ნახატს, რომელიც ახალგაზრდები ხატავენ. თვითონ ნახატში არის ჩანერგილი დიდი სიყვარული ფარაჯანოვის მიმართ და მაგის კულტურის და მაგისი ურთიერთობების მინერალ.
ეს ახალი ამბების ნახორცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.G შეგიძლიათ. კურირი 10-ამდე დასრულებულია. მეორე შაბათამდე გემშვიდობით.